ვახტანგ კარიჭაშვილის მიერ მიღებული სახელმწიფო სუბსიდიები დაითვალა და შეისწავლა. კარიჭაშვილი არის ბიზნესმენი, პარალელურად უჩა მამაცაშვილის, ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნეს პარტნიორი და ფლობს მინიმუმ 8 კომპანიას. მისი 2 კომპანია კი რუსეთში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიერებს შორისაა. ირკვევა, რომ სწორედ კარიჭაშვილის კომპანიებმა წლების განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდიების სახით მიიღეს 56 მილიონი სოფლის მეურნეობის სუბსიდიებზე ამ შემთხვევაში საუბარი და 2024 წელს მას აქვს ყველაზე მეტი მიღებული სუბსიდია სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან. ეს თანხები არის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული. ახლა საერთაშორისო გამჭვირვალობის მკვლევარების მთავარი კითხვა, რა პრივილეგიებით სარგებლობს ვახტანგ კარიჭაშვილი და ხომ არ იღებს ის ამ თანხებს ზუსტად იმიტომ, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და ბიძინა ივანიშვილის გარემოსვის წევრია. ელოდებიან ისინი დაიწყება თუ არა გამოძიება, თუ შესაბამისი უწყებები საქმეს არ გამოიძიებენ, მაშინ საერთაშორისო გამჭვირვალობაში ამბობენ, რომ ეს იქნება დადასტურება ელიტური კორუფციის არსებობის შესახებ. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ 56 მილიონი ბიუჯეტიდან მიიღეს კარიჭაშვილის კომპანიებმა, თუმცა მისი კომპანიების დირექტორებმა ქართულ ოცნებას უკვე წლების განმავლობაში 783,000 ლარი ჩაურიცხეს. შევისწავლეთ ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა რა სუბსიდიები მიიღო და აღმოჩნდა, რომ მის 8 კომპანიას სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან 56 მილიონი ლარი აქვს მიღებული ბოლო 10 წლის განმავლობაში. თან ყველაზე მეტი შარშან მიიღო 2024 წელს მიიღო 25 მილიონი ლარი. ეს ადამიანი არის ამავე დროს ბიძინა ივანიშვილის, დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი, მართლა ერთად ააშენეს სასტუმრო და ამასთან ერთად გაირკვა, რომ იანვარში დააფუძნა საქართველოს რუსეთ ბიზნეს ასოციაცია, რომ რაღაც კავშირები გაღმავდეს რუსეთთან. მისი 2 მსხვილი კომპანია არის ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტიორი ტოპ კომპანიებში ხდება. კომპანიამ, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა მიიღო შარშან 4 მილიონ ლარამდე სუბსიდია და 10 მილიონ ლარამდე მოგება დარჩა. ანუ გამოდის, რომ სახელმწიფო ხალხის ფულით ბიუჯეტიდან ეხმარება მილიონდებს. ჩვენ აქ ხედავთ შესაძლო კორუფციის ნიშნებს, რომ შეიძლება ამდენ თანხას იღებს სწორედ იმიტომ, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პიროვნება. შემომწირველია მისი კომპანიები და დირექტორები, მისი კომპანიის დირექტორები 700,000 ლარზე მეტი აქვს შეწირული ქართულ ოცნებაზე. თუ ამას არ გამოიძიებს საგამოძიებო უწყებები და ჩვენ გამოქვეყნებული კვლევით არ დაინტერესდება და არ მოიკვლევს რის საფუძველზე მოხდა 56 მილიონი ლარის გაცემა, ხო, მაშინ საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან. ვახტანგ კარიჭაშვილი არის ზუსტად ის პირი, რომელმაც დააფუძნა საქართველოს-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია. ამ წლის დასაწყისში გაიხსნა სხვათა შორის უჩა მამაცაშვილთან ერთად რომელ სასტუმროსაც ფლობს სწორედ ის სასტუმრო და ამ გახსნას ესწრებოდნენ ქართული ოცნების უმაღლესი თანამდებობის პირებიც და მოწინავეა ოპოზიციის თქმით ვახტანგ კარიჭაშვილს ფაქტობრივად მონოპოლია გააჩნია ღვინის ბიზნესში. ოპოზიცია ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქმე გვაქვს სისტემურ კორუფციასთან და ქართული ოცნების პირობებში ღვინის ბიზნესი გადაიქცა ფულის კეთების დიდ საშუალებად. ქართული ოცნების პირობებში მეღვინეობა, მევენახეობა გადაიქცა ერთ-ერთ ძალიან მსხვილ კორუფციულ ბუდეთ, სადაც ქართულ ოცნებასთან და პირადად ივანიშვილის ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ადამიანები ბიუჯეტიდან ღებულობდნენ ათეულობით მილიონ ლარს სხვადასხვა ფორმით, ისე რომ აი ამ ვითომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ კობახიძეს და მის გუნდს კითხვა არ გაჩენია, როგორ მოხდა, რომ რამდენიმე ათეული მილიონი სუბსიდიის გრანტის დახმარების სახით მიიღო ამ ერთმა კომპანიამ და ამ კომპანიების ჯგუფმა და როგორ მოხდა, რომ ჩამოყალიბდნენ ძალიან სერიოზულ მონოპოლისტად. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჯერ ხელში ჩაიგდო სახელმწიფო შენობა-ნაგებობა, ანუ ღვინის ქარხანა გურჯაანში და შემდეგ უკვე ამ ქარხანას
წლების განმავლობაში გამარტივებული წესით უფორმებენ ხელშეკრულებას, ეს არის ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის გადამუშავება და შემდეგ სპირტად ქცევა. მოსავლის მართვის სააგენტომ გამოაცხადა კიდევ 50 მილიონიანი გამარტივებულ შესყიდვაზე ასე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ ეხლა ჭარბი ყურძენი, რომელიც იქნება ბაზარზე, ამას შეისყიდიან და შემდეგ გადაამუშავებენ და გახდიან სპირტს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, კარიჭაშვილიც ელოდება ამ 50 მილიონიდან რამდენი შეხვდება. სისტემური კორუფციის ნათელი მაგალითი ის, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ბიუჯეტიდან იღებს ფულს. ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნეს პარტნიორი 2016 წლიდან იქცა ქართული ოცნების აქტიურ და გულუხვდამ ფინანსებლად 100,000 ლარი იყო ის პირველი შეწირულობა, რომელიც ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიის მხრიდან ვიხილეთ და ამის შემდეგ მისი კომპანიების წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში შეიძლება ითქვას აფინანსებენ ივანიშვილის პარტიას.